ევროკავშირს სურს განამტკიცოს საკუთარი თავდაცვა ერთი მხრივ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიისა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნატოსთვის მეტი ევროპული დაფინანსების მოთხოვნის საპასუხოდ. ევრობლოკში უკვე შეიმუშავეს ბლოკის ისტორიაში პირველი თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგია, მაგრამ ის ასობით მილიარდი евро დაჯდება. სწორედ ევროპის ხელახალი შეიარაღების პრობლემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ევროკომისიამ 2024 წლის მარტში წარადგინა ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული პროგრამა, რომელიც 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან თავდაცვაზე მილიარდ ნახევარი ევროს მიწოდებას ითვალისწინებს. ამ თანხამ სტიმული უნდა მისცეს თავდაცვას, ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიას, თუმცა ის საკმაოდ მწირად გამოიყურება იმ 500 მილიარდი ევროს ინვესტიციასთან შედარებით, რომელიც როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, საჭიროა ჩაიდოს ამ სექტორში მომავალი 10 წლის განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა უკრაინას და ლოგისტიკური მხარდაჭერაც აღმოუჩინა. თუმცა ამ კონფლიქტმა გამოაშკარავა, რომ არსებობს სირთულეები მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოების კუთხით. ჩვენ აზრი ვკითხეთ ევროპელებს, თუ რას ფიქრობენ იმ ხარჯზე, რომელიც სამხედრო მომზადებას უნდა მოხმარდეს. მე მესმის, რომ ზოგჯერ საჭიროა გარკვეული ძალა და მომზადების დონე გქონდეს, რათა აჩვენოს საკუთარი სიძლიერე გარკვეული დიპლომატიური მიზეზების გამო. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სოფლიო გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ფული არ დაიხარჯება მსგავს საკითხებზე. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ამას კარგი დაფიქრება სჭირდება და თუ კი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ მეტი ფული ჩადოს ომში, მე ვისურვებდი, რომ ეს ფული უფრო ეთიკურ და ზნეობრივ საშუალებებს მოხმარდეს. მე კი მგონია, რომ უკრაინასაც აღარ უნდა მივცეთ ფული. ჩემი აზრით უკეთესია ჩვენი საკუთარი ქვეყნები დავიცვათ მომავალში. გონია ასე აჯობებს. ამაზე ფულის დახარჯვას არ ვისურვებდი, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ ევროპაში, რომ საჭიროა საკუთარი თავიც დავიცვათ და უკრაინაც. თუ უკრაინას არ დავიცავთ, ვერც ევროპას დავიცავთ. ჯეკ შიკლერი ამ საკითხებს აშუქებს ევრონიუსისთვის. ევროკავშირი აწარმოებს იარაღს, თუმცა ძალიან არის დამოკიდებული იმპორტზეც. როგორია ამ ახალი სტრატეგიის მთავარი მიზნები? როგორ მისცემს სტიმულს ინდუსტრიას? ევროკავშირი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა ამ რეგულაციებთან, სტანდარტებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით და თითოეული მათგანი ემსახურება იმ მიზანს, რათა შექმნას მასშტაბური ეკონომიკა მთელი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ფარგლებში. ისე რომ ქვეყნებმა ცალ-ცალკე კი არ შეისყიდონ საკუთარი არმიისა და ფლოტისთვის საჭირო აღჭურვილობა, არამედ გაერთიანდნენ და ერთიანი პრინციპებით გამოვიდნენ, რათა იმ მასშტაბის ეკონომიკა შექმნან, რომელიც წარმატებისთვის არის საჭირო. ასეთი სტიმულისთვის საჭირო ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს, რა დაფინანსების მექანიზმებზე მსჯელობენ ახლა და ევროპის საინვესტიციო ბანკი ხომარი ტყვის თავის სიტყვას. როგორც ჩვენი ისტორია აჩვენებს, ძირითადად ეროვნული ბიუჯეტი აფინანსებდა საკუთარ ეროვნულ არმიას. ახლა აქ უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ შესაძლოა უფრო ეფექტური გამოდგეს თუ კი როგორმე გავერთიანდებით ევროკავშირის მასშტაბით. შეგვიძლია ერთად ისესხო ფული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ევრობონდების საშუალებით, როგორც ეს მოხდა მაგალითად პანდემიის დროს. ან შეგიძლია აიღოს ესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით, რომლის უკანაც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები დგანან. ეს ყველაფერი პრობლემებს იწვევს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ არც თუ ისე ბევრი ფულია ხელმისაწვდომი. ყველა მთავრობას საკმაოდ შემოჭერილი აქვს კამარი ამ წუთას. ევროკავშირის მიერ ფულის თავდაცვაზე ხარჯვას გარკვეული შეზღუდვები აბრკოლებს. წევრი ქვეყნების ნაწილს ნეიტრალიტეტის აღქმა აქვს დადებული და მათთვის იურიდიული შეზღუდვებია დაწესებული. ევროკავშირის წევრების უმეტესობა ნატოშიც შედის, რომელიც დასავლეთის თავდაცვის ძირითადი სტრუქტურაა. რამდენად შეუშლის ეს ხელს თავდაცვის სექტორში ინვესტიციების ჩადებას? არსებობს იმის საფრთხე, რომ ნატოს სხვა წევრები, მაგალითად ამერიკა და გაერთიანებული სამეფო, თამაშგარეთ აგრჩნენ. მათ მაინც და მაინც არ მოეწონებათ, თუ ევროკავშირი მიიღებს ისეთ რეგულაციებს, რომელთა მიხედვით სამხედრო ხარჯზე გათვლილი მთელი ფული ევროპულ კომპანიებზე უნდა დაიხარჯოს. ეს ფული ვერ მოხმარდება ბრიტანულ საჰაერო სივრცეს ან ამერიკის თავდაცვის სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს. ასე რომ არსებობს ნატოს ალიანსში განხეთქილების შეტანის საფრთხე. კიდევ უფრო მეტი ფული იქნება საჭირო, თუ კი ნატოს ფარგლებში შესატანი სავალდებულო ფინანსური წილი ამჟამად მოქმედი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 3.5%-ზეა, როგორც ამას ითხოვს ალიანსის ახალი გენერალური მდივარი. ამის შედეგად ევროკავშირს შესაძლოა წელიწადში მთლიანობაში 200 მილიარდი ევროს გაღება მოუწიოს. ამჟამად მხოლოდ პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და საბერძნეთი ხარჯავენ 3%-ზე მეტს. გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მხოლოდ 2%-ზე ავიდნენ. თუმცა დიდი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნები, მაგალითად იტალია და ესპანეთი, ჯერ ხარჯვის ამ მაჩვენებელზეც არ არიან. ჩვენთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფება ტობიას კრამერი, საგარეო საქმეთა კომიტეტისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი. მოგესალმებით ევრონიუსზე.
რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირის წევრები შეთანხმდებიან თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე მაშინ, როცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფო 2%-იან მაჩვენებელსაც არიცავს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გეოპოლიტიკური სურათი იცვლება. ის აღარ არის უნიპოლარული, რომლის დროსაც შეგვეძლო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმედად ყოფილიყავით, რომ ის უზრუნველყოფდა ყველაფერს უსაფრთხოების კუთხით. ახლა სამყარო ხდება მულტიპოლარული, რომლის პირობებში ჩვენც უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ამერიკასთან თანამშრომლობის დროს. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ნატოს ევროპული საყრდენი. ბევრმა ქვეყანამ უკვე მიაღწია 2%-იან მაჩვენებელს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ. თუმცა ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მეტის დახარჯვა, არამედ უფრო ეფექტურად დახარჯვაც. ნატოს გენერალურმა მდივანმა ახლახან აღნიშნა, რომ 2%-ის ნაცვლად ჩვენ შესაძლოა 3.9%-ზე დაგვჭირდეს ასვლა. გერმანია, თქვენი სამშობლო, ეწინააღმდეგება ერთიანი ვალის აღების იდეას, რომელიც ფონდების გაფართოებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა რეალურად მივცეთ სტიმული თავდაცვის სფეროში ინდუსტრიული სექტორის სახალისებას. ჩემი აზრით, გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა თავდაცვის ხარჯების მიმართულებით. ჩვენ შეცვლილ ეპოქაში ვცხოვრობ, როგორც კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა და ჩვენ ნამდვილად ჩავდეთ 100 მილიარდი ევროს სპეციფიკური ინვესტიცია შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ ფაქტობრივად ვამბობთ, რომ ჭირდება მაგალითად გერმანიის ვალის რეფორმა, რათა იმდენი დავხარჯოთ, რამდენიც საჭიროა ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად ჩვენი ქვეყნისა და ევროპისთვის. ასე რომ ეგრეთ წოდებული ევრობონდები თავდაცვისთვის მართლა რეალისტურია? შედგება კონსენსუსი ჩვენს წევრ სახელმწიფოებს შორის, მაშინ როცა ხელმომჭირნე ქვეყნები ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილები. ჩემი აზრით, მართლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქვეყანამ დაიცვას მინიმუმ 2%-იანი მაჩვენებელი და ამის მერე ვისაუბროთ თუ როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ევროპის დონეზე სოლიდარული დაფინანსება გქონდეს. ჩემი აზრით, ევრობონდები ამის ერთი გზაა, მაგრამ მე მგონია, რომ სხვა გზებზეც შეიძლება საუბარი. მაგალითად, კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ირგვლივ უამრავი კერძო ფულია, რომელიც შეიძლება მიიმართოს ამ სფეროს დასაფინანსებლად. ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიაზე, არადა მიწოდების ჯაჭვზეც საჭიროა საუბარი. ამჟამად უამრავი ბარიერი აბრკოლებს კერძო ინვესტორებს, რომელთაც სურვილიც რომ ჰქონდეთ, ვერ ჩადებენ ამაში ინვესტიციას. ევროკავშირი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს, რათა თავისი სამხედრო მომზადება გააუმჯობესოს. პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა თავდაცვის მრეწველობის საკითხებშიც დანიშნა ევროკომისარი. ამ თანამდებობას ლიტველი ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს. ევროკავშირში ასევე სურთ, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს ევროკავშირი გაერთიანებასა და ფინანსების მოზიდვას იმისთვის, რომ გლობალურ სამხედრო ძალად იქცეს.